მართლი პარტიის თითქმის ყველა ლიდერმა ისაუბრა დღეს მედიასთან პრეზიდენტის საკითხზე და მათ კომენტარებში იკითხება გაფრთხილება ან მუქარა პრეზიდენტის მიმართ, რომელიც უკვე გათვლილია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომ პერიოდზე, რადგან ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იკავებს ამ თანამდებობას, მას იმუნიტეტი იცავს, პროკურატურა მას ვერ დააკავებს და შესაბამისად აფრთხილებს და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სამართლებრივი დევნა მართლმა პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყოს უკვე 1 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ის უკვე აღარ იქნება საქართველოს მეთაური. დღეს ისინი საუბრობენ, რომ ნებისმიერი ვიზიტი, რომელსაც განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ევროპაში, თუ კი მას არ ექნება მთავრობის თანხმობა, ის გამოიყენებს ბიუჯეტის თანხას, ეს იქნება სისხლის სამართლებრივი დანაშაული, თუმცა თუ კი პირადი ხარჯებით წავა სალომე ზურაბიშვილი და ის როგორც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის არ ქონის მიუხედავად მაინც შეხვდება პარტნიორებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა და ესეც ისჯება კანონით. ანუ ისევ რომ გააგრძელოს სალომე ზურაბიშვილმა პირადი ხარჯებით შეხვედრები პარტნიორებთან, ეს უკვე დასჯადი იქნება ქვეყნის შიგნით და შესაბამისად ბევრი მიმართულებით დღეს საქართველოს ხელისუფლება მას აფრთხილებს და ფაქტობრივად ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს საზღვრის კვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ კი მას პირადი მიზნები ექნება და იმოგზაურებს, სხვა შემთხვევაში სამუშაო ვიზიტი მისთვის არის უკვე აკრძალული. მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება ამ წლის განმავლობაში მას ის მიმართ ვერ აღიძრა საქმე, მაგრამ როგორც კი ამოეწორება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მას შემდეგ შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასცევდა ხარჯებს ვიზიტების დასაწყინას. კონსტიტუციაში წერია უშუალოდ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც ისჯება კანონით და კანონში არსებითად იგულისხმება სისხლის სამართლის კანონი. იმ შემთხვევაში თუ პირი ჩაიდეს ან დანაშაულს, ან უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამისთვის საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ეს განხორციელდება. მართალია თქვენ ამბობთ, რომ შესაბამის პირს იცავს იმუნიტეტი, თუმცა იმუნიტეტი არ იცავს სიცოცხლის ბოლომდე, იმუნიტეტი იცავს იმ ვადამდე, ვიდრე არის კონკრეტულ თანამდებობაზე არჩეული. შესაბამისად, დანაშაულის შადენის შემთხვევაში მას, როდესაც ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, რომ განახორციელონ მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება. მან ბოლო რამდენიმე ვიზიტი პირადი სახსრებით დააფინანსა, როგორც მან განაცხადა. ამიტომ ნებისმიერი თეთრი დახარჯული ასეთ ვიზიტის დროს იქნება უკანონო ხარჯვა, რა თქმა უნდა, ამას როგორც სხვა დროს არის ხოლმე რეაგირება. თუ კი ვინმე შემორჩენია მას კეთილის სურველი და რჩევის მიმცემი, ურჩიონ მან სტაჟინებით, ქართველი იქნება ეს უცხოელი მრჩეველი მისი, ვისაც ის უჯერებს, ურჩიონ მას, რომ არ გახსნას ეს პანდორას ყუთი კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის. ევროპაში რო წავიდეს, მე არ გამიკვირდება თავისუფლების მოსანახულებლად იქ ხავს, მაგრამ სახელმწიფო ვიზიტი თუ თანხმობა არ ექნება, ეს ისევ იქნება გაგრძელება კონსტიტუციიდან. ახლა ნუ არ ვიცი, ახლა თუ ჯიუტობა უნდა, თუ უნდა კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს ქვეყანას, ხო, ნუ ეს არაფერში არ წერია. ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ახლა ცდილობს შეაშინოს პრეზიდენტი, რომ დარჩენილი 1 წლის განმავლობაში ის მეტად აღარ დაუპირისპირდეს მართლ პარტიას, ან შესაძლოა გათვლები აქვს სალომე ზურაბიშვილის შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაზე და წინასწარვე ცდილობს მის შევიწროებას. გარდა ამისა, ოპოზიციაში აქვთ ვარაუდი, რომ მართლი პარტია პრეზიდენტის საკითხის გაგრძელებით და ახლა მისთვის ახალი მიმართულების მიცემით სურს, რომ მართლ პარტიას სურს, რომ მთავარი პრობლემური საკითხები გადაფაროს, რაც ხელისუფლებას მართლობის კრიზისს უქმნის და რაზედაც მას ჯერ კიდევ პასუხები გასაცემი აქვს. ყველა საბჭოთა მეთოდის გამოყენებით ეს რუსული ხელისუფლება შეეცდება, რომ შეებრძოლოს ყველა ინსტიტუციას, რომელსაც ვერ აკონტროლებენ და ყველა პიროვნებას, რომელიც მათთვის არის მიუღებელი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ესეთი აბსურდიც გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ და მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი მათ არ აქვთ, მორიგ ჯერზე დაიწყონ რაღაც სამართლებრივი დევნა. ეს მუქარა გაჟღერდა იმისთვის, რომ ერთი სერია ხო ვიხილეთ ყველამ ერთად. სიამოვნება შედეგის გარეშე, ხო? ხო მეორე სერიას გააკეთებენ, მესამე სერიას გადაიღებენ, თავარ როლში იქნება ირაკლი კოპახიძე, რეჟისორი არის ბიძინა ივანიშვილი
ეს ჭირდებათ იმისთვის, რომ მთავარი თემებიდან ყურადღება გადავიტანოთ მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვან საკითხებს. ირაკლი კობახიძე იყო ძალიან შეშინებული იმ მარცხის გარდაუვალობის წინაშე, რომელიც დადგა, ამიტომ მას აღარც კი გაახსენდა სავარაუდოდ ის, რომ პრეზიდენტს აქვს დაცულობა და პროკურატურა ესე ვერ მოკიდებს ხელს და ვერ დაიჭერს, მით უფრო საფუძველი, როდესაც ამისი არ არის, უბრალოდ ეს იყო შეშინებული კაცის მუქარა, რომელსაც არავის არ ეშინია. ეს მუქარა არის აი ამის გამოხატულება, რომ აი რამენაირად, აი თქვენ იცით ხა, რომ ეს შეუძლებელია მოქმედ პრეზიდენტს. საზოგადოებას არ იცის. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალურად პროცესი დაიწყო, იმიტომ რომ აჩვენონ ძალა, მაგრამ ამ ძალის აღარავის აღარ ჭერა. და ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. ნახეთ პრეზიდენტის განწყობაც, ნახეთ საზოგადოების განწყობაც ვიცით, ამიტომ ისეთივე კრახით ჩავარდება ეს ამბავი, როგორც იმპიჩმენტის ამბავი ჩავარდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ნოემბრის თვეში სალომე ზურაბიშვილი გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს, მას უკვე მიმართული აქვს საქართველოს მთავრობისთვის და ღარიბაშვილისკენ გან უარიც აქვს მიღებული დანიაში არაბთა გაერთიანებულ საიმიროებში, ჩეხეთსა და ისრაელში ვიზიტზე. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ამის შემდგომ და სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს თუ არა მაინც წასვლას საზღვარგარეთ, გამომდინარე იქიდან, რომ მან პირადი ხარჯებით რომ გასწიოს და მთავრობის უარის მიუხედავად წავიდეს საზღვარგარეთ, როგორც დღეს მართლი პარტიის დეპუტატები ამბობენ, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა იქნება, რაც ისჯება კანონით.